განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან, ჩვენ ვეხებოდით მე-4 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ დიდ მოღვაწეს, წმინდა ევსტათი ანტიოქიელს, შეძლების დაგვარად რაც წყაროები გვაქვს, მიმოიხილეთ მისი ცხოვრება, ყოფითი მოღვაწეობა, დაპირისპირებანი არიანელობასთან და შემდგომ შევუდექით მისი შრომების მოხსენიებას, ყველაზე უფრო არსებითის აღნიშვნას საკუთრივ შრომებთან დაკავშირებით. და როგორც მიუთითებდით, მისგან მოღწეულია ძირითადად მისი შრომებისგან დღემდე შემონახულია მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები სხვადასხვა გვიანდელ ავტორთან ციტირებების სახით და ერთ-ერთ ასეთ ნაშრომზე გქონდა მსჯელობა, თავის დროზე ალბათ ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან ნაშრომზე, რაც ამ მოღვაწეს დაუწერია, არიანელთან წინააღმდეგ მიმართულ პოლემიკური, ანუ ანტიერეტიკული ხასიათის ძეგლზე, რომელიც 8 წიგნად ყოფილა თავის დროზე დაწერილი, ესე იგი ეს ყოფილა სრულიად უეჭველია მონუმენტური, მასშტაბური, ყოვლითურთი ხილება და აღმოფხვრა არიანული ერესისა. ამ შრომაზე ქონდა ჩვენ საუბარი, ამჯერად აღნიშნავთ, რომ ევსტათი, რომელმაც ამ თავის პირველ შრომაში განიზრახა საღვთო წერილის ციტატების დაჯგუფება მაცხოვრის ერთი მხრივ ბუნებითი ღმერთობის და იმავე მაცხოვრის მეორე მხრივ ბუნებითი ადამიანობის დასამტკიცებლად, კონკრეტულ ყურადღებას აჩერებდა ცალკეულ გამონათქვამებზე, ცალკეულ მუხლებზე ძველი აღთქმისა, განსაკუთრებით ვთქვათ, სოლომონის იგავთა მერვე თავის 22 მუხლზე, რაც დღესაც მოიტანება სხვათა შორის ახალი დროის არიანელებისგან, ანუ იეღოველებისგან, ისევე როგორც ცალკეული ფსალმუნების გამონათქვამები, მუხლები, ამაზე შეაჩერა პირველ რიგში თავისი განმარტებლობითი მზერა ევსტათი ანტიოქიელმა, ესენი განმარტა და ეს განმარტებანი, როგორც იტყვიან, საყოველთაო გახდა საეკლესიო ტრადიციაში, არა მხოლოდ კონკრეტულად არიანელთა უარსაყოფად, არამედ თვით ამ ადგილების ჭეშმარიტი შინაარსის საწვდომად და მრევლისთვის განსამარტავად. სხვათა შორის, სწორედ ამგვარი სიღრმისეული წვდომის საფუძველზე მოწოდებული განმარტებების შედეგად ევსტათი საეკლესიო მწერლობის ისტორიაში ისეთი დიდი კომენტატორის, დიდი განმარტებელის, ანუ ძველ ქართულად მთარგმანებელის სახელი დაიმკვიდრა, რომ მისი განმარტებანი საკმაო რაოდენობით გვიანდელ კრებსითაც წარმოდგენილ განმარტებათა კრებულებში იჩენს თავს. ცნობილია თქვათ ამგვარი კატენები, ანუ სერიები განმარტებებისა, ამას ეწოდება კატენები, ძველი აღთქმის ცალკეულ წიგნებზე, სადაც ევსტათის განმარტებანი არაიშვიათად იჩენს თავს, განსაკუთრებით თქვათ შესაქმის წიგნთან დაკავშირებით, ისე როგორც მეფეთა წიგნთან დაკავშირებით, სოლომონის იგავთა წიგნთან დაკავშირებით და სხვა. ამ წესით, ესე იგი, ამ ორი მიმართულებით საღვთო წერილის ჭვრეტა მაცხოვრის ორბუნებოვნების შესაბამისად არიანელთა წინაშე წარმოაჩენდა, რომ იესო ქრისტეში შეერთებულია ღმრთეება და ადამიანობა, ისე რომ არც ერთი მათგანი, ესე იგი, ამ ბუნებათაგან არც ერთი არ იცვლის თავის თვისებებს და რომ ძეღვთისა დაექვემდებარა რჯულს, განკაცების ჟამს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზანდასახულობით, რომ ცოდვისგან გამოეხსნა ცოდვის მონები და გმობის და ჯოჯოხეთის წიაღში შთაკვეთებულნი, ანუ მთელი კაცობრივი ბუნება. საკუთრივ ევსტათი ამგვარად გვაუწყებს ჩვენ, იგი ამბობს, ძეღვთისა იესო ქრისტე არის ღმერთი ბუნებითად და შობილია ღვთისგან. იგი ცხებულია და მცხებელი მას სწორედ ღმერთად უწოდებს, რათა ყველას წინაშე თვალნათლივი გახადოს მისი ბუნებითი ღმერთობა. ევსტათი ანტიოქიელისგან ცნობილია ნაშრომი სახელწოდებით სულის შესახებ, რომელიც ფილოსოფიურ საღვთისმეტყველო ხასიათის ძეგლი გახლავთ და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დოგმატური, ქრისტოლოგიური კუთხით, რადგანაც საეკლესიო ისტორიაში ამომწურავი წესით და არგუმენტირებით პირველად არის მოცემული მსჯელობა მაცხოვრის კაცობრივ სულზე, რაც უაღრესად რთულად განსამარტავი საკითხი გახდათ, არა მარტო ამ ეპოქაში, როდესაც შეიძლება ითქვას პირველად იწყებოდა მასშტაბური და ყოვლითურთი და მთლიანობითი შესწავლა ამ ერთ-ერთი უძირითადესი საკითხისა, განკაცებასთან დაკავშირებული საკითხისა, არამედ გაცილებით გვიანდელი ეპოქებისთვისაც კი, მათ შორის წმინდა იოანე დამასკელის დროისთვისაც, მერვე საუკუნისთვის. ეს დიდი გზა ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის განმარტებისა სწორედ ევსტათისგან იწყება და ეს შრომაც მისგან არიანელთა წინააღმდეგ იყო მიმართული. ძალიან ფრაგმენტულად გახლავთ ეს შრომა ჩვენამდე მოღწეული, შესაბამისად მთლიანობაში წარმოდგენა ამ ძეგლის ღირსებებისა, მისი მონუმენტურობისა დღეისათვის ნაკლებად შესაძლებელია. სპეციალური შრომა ჰქონია ევსტათის მუცლით მეზღაბრეთა შესახებ, ანუ ეგრეთ წოდებულ გრძნეულთა, მისანთა, მკითხავთა, ანუ ძველ ქართულად მჩხიბავთა შესახებ
და ეს ძეგლი საზოგადოდ მიჩნეულია ანალოგიურ თემაზე სანიმუშო განმარტებად ეკლესიის ისტორიაში, საეკლესიო მწერლობის ისტორიაში. თვით ავტორი ჩვენ გვაწვდის მკაცრ, მოკლე და ლაკონურ შენიშვნებს, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ეს საეკლესიო ლიტერატურის ისტორიისთვის გახლავთ არსებითი შენიშვნებსა და უფრო მართებულად თუ ვიტყვით გაკიცხვებს ორიგენისტული ალეგორიზმის მიმართ. ორიგენეზე ჩვენ ვრცლავთ ქონდა თავის დროზე მსჯელობა ხაზგასმაც იმასთან დაკავშირებით, რომ საეკლესიო ალეგორიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი სწორედ ორიგენია, თუმცა მან ალეგორიზმში ხშირ შემთხვევაში უკიდურესობას მიმართა, უკიდურესობებს მიეცა იგი, რამაც მოძღვრების გაუკუღმართება გამოიწვია მის შრომებში ეს ცხადარჩანს ყოველივე და სწორედ ამას უსაყვედურებს არსებითად ევსტათი როგორც ანტიოქიის სკოლის წარმომადგენელი ორიგენეს ამასში გულისხმობთ ზედმეტ გადაცებას ალეგორიზმით და იმ შუალედური სამეუფო გზისგან ფაქტობრივ გადადრეკას, რაც როგორც თავის დროზე ვრცლად ქონდა ამაზე მსჯელობა, ორიგენეს საღვთისმეტყველო შრომებში და მის საღვთისმეტყველო სისტემაში უაღრესად მკაფიოდ და სამწუხაროდ უაღრესად გაუკუღმართებულად აისახა. ზოგადად თეოლოგიური თვალსაზრისით უაღრესად საყურადღებო ჩანს წმინდა ევსტათის სწავლება გარდაცვალების შემდგომი ადამიანის მდგომარეობის შესახებ. იგი მკვეთრად მიჯნავს ერთი მეორისგან მაცხოვრის მოსვლამდელ და მაცხოვრის მოსვლის შემდგომდროინდელ კაცობრიობას, როგორც საზოგადოდ ეს ეკლესიურ მოძღვრებაში ჩამოყალიბებულია დოგმატის სახით, რომ მაცხოვრის მოვლინებამდე თვით მართალნიც კი ვერ ადიოდნენ ზეცაში, იმიტომ რომ ზეცა სამოთხეც დახშული იყო. მაცხოვარმა გახსნა გზა ცხონებისა და ამის შემდგომ მიუთითებს წმინდა ევსტათი მაცხოვრის მოსვლის შემდგომდროინდელი მართალნი უკვე გაცილებით უფრო აღმატებულ, გაცილებით უფრო ნეტარეულ ყოფაში არიან, რადგანაც ისინი გარდაცვალების შემდგომ ძველი აღთქმის მართალთა მსგავსად ჯოჯოხეთში კი არ მიდიან, არამედ მყისიერად ცხონების ადგილს მიაშურებენ. ნეტარი იერონიმე წერდა, რომ ევსტათის დაწერილი ჰქონდა აურაცხელი რაოდენობის წერილები, ესე იგი იგულისხმება პირადი წერილები, თუმცა ჩვენთვის ეს წერილები ცნობილი არაა. თუ არ მივიღებთ ხედველობაში აქაც ცალკეულ ამონარიდებს, ცალკეულ ციტატებს, როგორც მისი წერილებისგან ამოღებულებს. მკვლევართა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ეს სწორედ მისი წერილებისგან ამოღებულია გარკვეული ციტატები დადასტურებულნი ეკლესიის მამებთან, თუმცა მკვლევართა მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ ეს მისი რაღაც სხვა შრომებიდან, არა პირადი წერილებიდან, არამედ ჩვეულებრივი საღვთისმეტყველო შრომებიდან უნდა იყოს მოხმობილი. ის რაც ჩვენთვის დღეისათვის უფრო კარგად არის ცნობილი, ეს გახლავთ ევსტათის კომენტარები 6 დღის შესახებ. ის ამ განმარტებებს საჯულთა წიგნამდე განავრცობს, მაგრამ გამოთქმული გახლავთ ძალიან სერიოზული და ეჭვება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ეს შრომა არ ეკუთვნოდეს წმინდა ევსტათის, მეოთხე საუკუნის ანტიოქელ მწყემს და უფრო გვიანდელი ეპოქისა უნდა იყოს. თუმცა ერთობლივად არის აღიარებული ისიც, რომ ამ შრომაში უაღრესად მნიშვნელოვანი მრავალი კომენტარია დაცული, რომელთა წარმომავლობა შესაძლოა ევსტათისეულ საღვთისმეტყველო განმარტებებს უკავშირდებოდეს. მაგრამ საკუთრივ შრომა, როგორც ასეთი, როგორც მთლიანობა, როგორც კრებსითი ხასიათის კომენტარი საღვთო წერილის გარკვეულ ნაწილზე არ მიიჩნევა ევსტათისეულად. ზოგი მკვლევარი იმასაც ხაზს უსვამს, რომ თვით განწყობაც და სულისკვეთებაც და სტილის ამ ნაშრომისა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევსტათისეული განწყობისგან და სულიერებისგან. თუმცა გადამწყვეტი არგუმენტი გახლავთ ის, რომ ამ ძეგლში, რომელსაც ევსტათი ანტიოქელის ავტორობით ვიცნობ ჩვენ დღეს, ცალკეული ადგილები მოხმობილია წმინდა ბასილ დიდის ანალოგიური ტიპის შრომისგან, ასევე 6 დღეთა შესახებ მიძღვნილი განმარტებებისგან, ხოლო ამგვარი რამ ცხადია ევსტათისგან შეუძლებელი გახდათ, იმიტომ რომ იგი წინამორბედია. მნიშვნელოვნად წინამორბედია წმინდა ბასილ დიდზე, სხვათა შორის დაახლოებით იმ წლებში დაიბადა ბასილი, როდესაც ევსტათი ანტიოქიის საყდრიდან გააცევეს არიანელებმა. ბასილის დაბადებისთანავე ჩვეულებრივ დაახლოებით 329 წელი მიიჩნევა. ესაა დაახლოებით ყველაფერი, რაც ჩვენ ევსტათი ანტიოქელთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ. ამჯერად არ არის იმის აუცილებლობა კონკრეტული ციტატები მოვიტანოთ არსენ ბერის ჩვენს მიერ უკვე ხსენებული შრომისგან, იმ დიდი ღვაწლის გამოსაკვეთად, რაც ევსტათის საქართველოს ეკლესიის წინაშე მიუძღვის, თუნდაც იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ მან აკურთხა ეკლესიანი ქართლისანი, ამ დიდი მოღვაწის განუყრელ კავშირს საქართველოსთან, საქართველოს საეკლესიო ისტორიასთან სრულიად თვალსაჩინოდ წარმოაჩენს. ჩვენ ამით დავასრულებთ დღეისათვის, გმადლობთ ყურადღებისათვის.